სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდის სულისათა დღეს დავიკითხეთ ლუკა მახარებლის სახარება, რომელშიც მოთხრობილი იყო თუ როგორ მოუწოდა მაცხოვარმა პირველ მოციქულებს, ესენია პეტრე და ძმები ივანე და იაკობი. ის ცოტა განსხვავებულად აღწერს ვიდრე მას აღწერს მათე მახარებელი, მაგრამ შინაარსობრივად ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სიღრმისეულად არის გადმოცემული. სიუჟეტი ძალიან მარტივია. მოციქულები თავისი პროფესიის მიხედვით მთელი ღამე თევზაობდნენ და ვერაფერი ვერ დაიჭირეს. და დილით იყვნენ ნაპირზე და ბადეებს ისე იგი აკეთებდნენ, შეაკეთებდნენ. და ამ დროს მოდის მაცხოვარი ადის ნავში, ეტყვის რომ ცოტა სიღრმეში შევიდეთ, ხალხი იკრიბება, ვინაიდან მას მოყვებიან უკვე ბევრი ადამიანი და იწყებს ქადაგებას, დიდხანს იქადაგებს, ხოლო შემდეგ უკვე სთხოვს მოციქულებს რომ ცოტა ღრმად შევიდეთ და ვითევზაოთ, ანუ მოიპოვოთ რამე საზრდო, რათა გამოუკვებოთ თავი. და პეტრე ეუბნება რომ მთელი ღამე თევზაობდით, ნადირობდით, როგორც ძველ ქართულშია ნათქვამი, ვერაფერი ვერ დავიჭირეთ. მაგრამ რახან შენ გვეუბნები, კი ბატონო, შევიდეთ და გავაკეთოთ. და როცა გადააგდებენ ბადეებს, ეს ბადეები იმდენად სავსეა თევზისგან, რომ ბადეები სკდება და ეს გახეთქვაზეა და როცა გადმოიღებენ ნავზე დადებენ ამ ბადეს, ნიშანს მისცემენ მეორე ნავსაც, რომ იმდენია თევზი, რომ მეორე ნავშიც მეორე ნავით გაივსება იმდენად, რომ ნავები თითქმის ჩაძირვას იწყებენ. იმდენია თევზის რაოდენობა. და პეტრე მოციქული იტყვის, რომ განვიჩენან უფალო რამე თუ კაცი ცოდვილი ვარ მე. შემდეგ მაცხოვარი ემოს გამომხევი მე და შენ გახდე მე თევზე მებადური კაცთა სულების. აი ესეთია ეს პატარა სახარება. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რაც გვასწავლის ახლა ეს, რომ არიან ადამიანები, პეტრე და ორივე ძმა იყო ძალიან დახელოვნებული თავის საქმეში, ვინაიდან წინათ პროფესიები გადადიოდა მემკვიდრეობით და წარმოიდგინეთ, ამდენად კარგად ფლობდნენ ადამიანები, ბავშვობიდან იზრდებოდნენ იმ საქმეში, რასაც თავისი მშობლები, მათი მშობლები და იმისი კიდე თაობები ამ ხელა გამოცდილება უგროვდებოდათ ხომ ადამიანებს და აი ამ გამოცდილების მქონე, ამიტომაც რაციონალურად ეუბნება მაცხოვარს პეტრე, რომ არ არსებობს ახლა დაჭერა თევზის წარმოუდგენელი. ანუ ის მართალია პეტრე თავის მხრივ, ვინაიდან ამის გამოცდილება აქვს, პრაქტიკაში ესეთი რამე არ არსებობს. მაგრამ რახან შენ მეუბნები ვაკეთებ ამას. და აი აქ არის რომ ჩვენ რწმენითი ცხოვრებით, როცა ვცხოვრობთ, აქ გვაქვს ხოლმე დილემა, ესე იგი რაციონალურად ფიქრობთ, რომ არ გამოვა საქმე, ვინაიდან ყველა ნიშანი ამისია, მაგრამ რახან მაცხოვარი გვეუბნება, ახან გარემოებები გვაქვს, ახან ლოცულობ ჩვენ და გულისხმა გვაქვს, რომ ამა თუ იმ საქმეზე რწმენით უნდა გავიაროთ, უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი რწმენით. იქ სადაც გონება თავდება, რწმენითი გონება ერთვება. როცა შენ უჯერებ ღმერთს, რა არის რწმენა, ხო, დაჯერება უხილავისა და აღთქმის ესე იგი აუცილებლად მოცემა იმ აღთქმისა, რომელიც დაკპირდა ღმერთმა, ხო? აი ამ კუთხით ადამიანი ამ ნაბიჯს დგავს ცხოვრებაში და უნდა გადადგას. ამით
ამით განსხვავდება მორწმუნე ადამიანი ურწმუნო ადამიანისგან. ვინაიდან ურწმუნო იტყვის რომ მორჩა, ჩემი კომპეტენცია ამოიწურა, წარმოუდგენელია ამის იქით სულა. მაგრამ მორწმუნე ადამიანი იტყვის რომ მოდი გადავდგათ ნაბიჯი, მივენდოთ ღმერთს. არა ბრმად რასაკვირველია, ხო? არამედ მივენდოთ ღმერთს. ანუ მივენდოთ და შევხედოთ. ესე არა, მივენდოთ და ასა უაზრობები ვაკეთოთ. არა, შევხედოთ. და ეს შეხედვის შედეგი იყო პეტრეს მოქმედება. რომ დაინახა, ამდენი თევზი, ჯერ ესეთი არ დაჭერილა საერთოდ ალბათ, მის პრაქტიკაში ესეთი სავსებადეები მას არ უნახავს. ეს ერთი და დაინახა, რომ ეს უბრალოდ არ არის ადამიანური რაღაცა უკეთესად ცოდნა საქმის, არამედ ეს რაღაც სასწაულია, ზებუნებრივი მოქმედებაა და ამ ზებუნებრივი მოქმედებების დროს მან თქვა, რომ კაცი ვარ ცოდვილი და განმეშორი, იმიტომ რომ ცოდვილი ვარ და განმეშორი. მაგრამ მაცხვარი არ ეუბნება, რომ შენ ცოდვილი ხარ და მე უნდა განგეშორო. არამედ პირიქით, მოდი, ცოდვილი რო ხარ, ამიტომ ის ადგილი, სადაც შენ უნდა იყო, ვარ მე. აი ჩვენ ქრისტიანულ საქმეში ეს ცოდვილობის შეგრძნება ხშირ შემთხვევაში, ძალიან ხშირ შემთხვევაში გვაქვს დამახინჯებულად აღქმული. ანუ ადამიანს სინანულისკენ მოწოდება, რაც თავარი მოძრავებელი ძალაა, ხო? არის ფაქტიურად დამახინჯებული ფორმით და არასწორ გზაზე სიარულის შემდეგ უკვე ტრაგიკული შედეგები. რას ვამბობ ახლა, რომ სინანული და აღსარება არ არის ერთ და იგივე. სინანული არის შინაგანი შეგრძნება, დაშორება ღმრთისა. და აღსარება არის მე ქექვა რაღაცა ცოდვებისა და იმის აღიარება. ანუ სინანული არის რაღაც შინაგანი პროცესი, რაღაც მდგომარეობა ადამიანისა, გულის შემოსრულება, როგორც ფსალმუნშია ნათქვამი, ხო? შემოსრული გული, ანუ აი რაღაცა დამდაბლებული გული, რომლითაც ადამიანი არ ქედმაღლობს და თავი მფლობელად სამყაროსი არ მიაჩნია, ხო? რაღაც აი მოგრძალებული გული. აი მაგალითად ძმარი ძველ ქართულში არის შემოსრული ღვინო. აი ღვინო რო შეიმუსრება, აი გულიც ესე უნდა იყოს. ხო და ეს არის სინანული და აღსარება არის ჩვეულებრივ ამის ვერბალური ნაწილი, ხო ამას აკეთებ. შეიძლება არც თქვა, შეიძლება თქვა. მაგრამ პრაქტიკაა ჩვენი რომ უნდა თქვა აღსარებები იქექო. მე იკითხო აღსარებების წიგნი, სადაც ჩაყრილია ყველა ცოდვა, ვისაც კი ოდესმე ჩაუდენია ადამიდან ვიდრე დღემდე, ეს ყველა ერთად არის მოვსებული, მთელი წიგნია ამბანის მიხედვით ჩამოწერილი და ამაში იქექება ადამიანი იწერს ამ ცოდვებს და აღმოაჩენს, რომ ბევრი აქვს და ყველაფერს ხაზს უსვავს. ეს უკვე გადამეტებული დამახინჯებული ფორმა. მე ვფიქრობ, რომ ადამიანმა უნდა როგორც პეტრემ დაინახოს ღვთის სიდიადე. ღვთის სიდიადეს დანახვის შემდეგ შენ ისედაც შემოსრული გული გექნება. არა ცოდვებში ქექვაა ჩვენი საქმე, რომ სინანული მოგვემატოს, არამედ საფრთხო სიდიადეს და ჭეშმარიტების ძიება. ჭეშმარიტება, შვენიერება და სიკეთე, ეს სამი ნაწილია საფრთხო დიდებულების, ხომ? საფრთხო ბუნების. აი ამის ძიებაში ადამიანი თავისთავად ხვდები, რომ შენ რასაკვირველია არ ხარ სამყაროს გამკარგველი, არ შენი თავისა. ანუ შენი შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. შენ დაინახავს სიშორეს იმ სიდიადისა და შენი თავისა. და რა განსხვავებაა იმ პირველ ნაწილსა და ამ ნაწილს შორის? პირველი ნაწილი გრგუნავს შენ და გამყოფებს რაღაც დაკომპლექსებულ არსებად, რომელსაც ეშინია ღვთაების, რომელიც გამუდმებულად ეძებს შენში ცოდვას და რომ შენ გაგისწორდეს, ამისთვის არის. ეს არის წარმართული ხედვა, ხო? ღმერთის ჩვენ არაერთხელ გვიტყვია. აი მეორე რაზეც ვლაპარაკობ,
არის პირიქით პოზიტიური ნაწილი. ადამიანი იფურჩხნება ქრისტეში. შენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლინება ხდება. იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ამ სიდიადეს შემხედვარე შენც არ მოგიდეს ამ სიდიადეში ყოფნა. და თუ შენ ამ ცოდვილობაში იკეტები, ეს ცოდვილობა არაფერს შენს ქრისტიანულ გზაზე სიკეთეს არ მოგიტანს. რატომ არ მოგიტანს? იმიტომ რომ გრგუნავს ეს. და ქრისტე არ გრგუნავს. და მოიდგინე, რას ეუბნება ქრისტე, ხო? მოდი, შემომიდექი მე. და შენც იგივე გახდები რაც მე. ქრისტიანობა ეს არის, რომ ჩვენ იგივე გავხდეთ რაც ქრისტე. აი დიდი პატივი. ქრისტიანობა გვაძლევს იმ პატივს, რაც ქრისტეს ჰქონდა. რა აქვს უпроსწორად. όμως მადლისებურად გვეძლევა, არა ბუნებით იქნები ესეთი. არამედ როგორც ცეცხლში შესული რკინა, არა თავისი სიმხურვალე ექნება, არამედ იმ სიმხურვალე ექნება. აი ამ ქრისტეში შესვლა, ღმერთში შესვლა, სწორედ ამ სინათლეში ყოფობა და ამ სინათლით შენ თვითონ გამნათებელი ხდები. ამიტომაც ეს გზა, როცა შენ მიყვები ქრისტეს, ხედავ მის სიდიადეს, შენ არ გეშინია ამ ნაბიჯების გადადგმა მისკენ მავალ გზაზე, როგორც პეტრე მოციქული გავიდა და წყალზე გაიარა თავიდან, ხო? არ გეშინია ამ მორევში ცოდვის ქალაქში, იმ უბედურებაში. ეს ხო ჩვენ არ აგვირჩევია, სადაც ჩვენ გავჩდით, ხო? არც ჩვენ სქესი არ აგვირჩევია, არც ნაციონალობა აგვირჩევია ჩვენ, არც არაფერი ჩვენ მოვლენის დროს არ აგვირჩევია. უბრალოდ შემდეგ იმაში, სადაც ვიმყოფებით, იმაში პოულობთ ღმერთს და მადლიერები ვართ, რაშიც ვართ. და მივყვებით აი ამ სამღვთო სიდიადეს, რომელსაც ეს სიდიადე არა მარტო კონკრეტულ ადგილზე, კონკრეტულ სქესზე, ან კონკრეტულ წარმომავლობაზე, დიდგვაროვნებაზე, ან სოციალურ სტატუსზეა დამოკიდებული, არამედ პირად შენ არჩევანზე და შენ გულის დათმობის ნაწილზე. რამდენადაც უთმობ ღმერთს გულს, მით უფრო დიადი ხდები შენს. და შემდეგ როგორ დასკვნას აკეთებს პეტრე, ხო? პეტრე დასკვნას აკეთებს იმისას, რომ თუ ქრისტეს გზაზე ივლი, არა? თუ ღმერთი გზაზე ხარ შენ, მაშინ ის საქმე, ყველა საქმე, რომელიც სამღვთო ესე იგი განგებულებას სურს, ყველაფერი გამოვა. არ არის საქმე, რომელიც უღმერთოდ აკეთებდე და ის გამოდიოდეს. ფსალმუნში დავით მეფსალმუნე ამბობს, რომ სახლი ვერ აშენდება ღმერთის კურთხევის გარეშე. სახლის აშენებაც კი ღმერთის კურთხევა სურს. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ როგორ ხდება, რომ რაღაცა ურწმუნო სამყაროში რაღაც კეთილი რაღაცები ხდება, სახლით შენდება და სახელმწიფოების აშენებულა. მაგრამ იქაც საფრთხო მოქმედება, ღმერთის მოქმედებას არ აქვს საზღვარი. ჩვენ არ ვიცით ღვთის განგებულება სად და როგორ და სად გამოვლინდება. აი დღეს იონა წინასწარმეტყველის ხსენება საოცარი წიგნია, ძალიან პატარაა, 4 თავია სულ. აუცილებლად უნდა წაიკითხო და კარგად უნდა გაიაროთ, რომ გაიხსენოთ ხშირად. იონა წინასწარმეტყველი, რომელსაც ღმერთმა უთხრა წადი ნინევია ქალაქში და უთხარი, რომ ურჯულოები არიან თუ არ შეინანებენ, ესე იგი მაშინ ეს ქალაქი დაეცემა და მიწასთან გაასწორებს ღმერთი. აი წარმოგიდგენთ, ნინევია ქალაქია, სადაც მართლა რაც ისტორიიდან, უბრალო ჩვეულებრივ ისტორიიდან ვიცით, არის სისხლიანი მსხვერპლშეწირვები, ბავშვების, ადამიანების, საშინელი ქალაქია, სასჯელი, სიკვდილი, წარმართული ქალაქი, კერპების, ბაალის და იმის ადგილსამყოფელი. უცებ რაღაც გამოდის იონა წინასწარმეტყველის წიგნი, სადაც ღმერთი თურმე აი ამ ხალხს სინანულისკენ მოუწოდებს. ეს ჩვენთვის გაუგებარია. ჩვენ ვიცით მართალი იუდეველები.
რომლებსაც აქვს ჭეშმარიტი ღმერთის ცნობა. მათ იციან მონოთეისტები არიან, მათ იციან ერთი ღმერთის ორი თაყვანისცემა, ჰუმანურობა, მოსეს ათივსნება, აბრაამის რწმენა, ყველაფერია. ამათ არაფერი არ აქვს. და ღმერთიც თურმე დარდობს იმაზე. ამ ქალაქში, ამ საშინელ ქალაქში, აი რა ქალაქი თქვათ ახლა, დღეს ესეთი გარყვნილი ქალაქი ალბათ არც იქნება, ხო? თურმე იმაზეც ფიქრობს ღმერთი. და სხვათა შორის ესე მთავრდება. სხვათა შორის იონა წინასწარმეტყველი გაურბის ამას და არ უნდა. აი ესეთი წინასწარმეტყველია, რომელიც ღვთისნებას არ ასრულებს არასდროს. ეუბნება ერთს, ისაკეთებს მეორეს. ეს ეუბნება იქ წადი, ის მიდის საწინააღმდეგოდ. ეუბნება ეს გააკეთე, ისაკეთებს საწინააღმდეგოდ. საოცარი წიგნია მართლა. და ბოლოში იონა წინასწარმეტყველი კი გააკეთებს, იქ ადაგებს, როგორც ისე იქ ადაგებს, აი როგორც არ ვიცი, ვინ იქ ადაგებს, აი უბრალოდ მივა და იტყვის. შეიდანე თორე მიწასთან გაგასწორებთ ღმერთი, აი ეს არ მაგარი გადაგება. კი არ უკადაგებს რაღაცებს, უყვება, რაღაც სინანულისკენ კი არა, უბრალოდ შრალად ეუბნება, აი ხლა ნახე რა მოგიო 40 დღეში და წავა მთაზე საყურებლად, ეხლა რა მოუვა ამ ქალაქს. აი როგორც ჩვენთან პოპკორნს აიღებენ ხოლმე და რამე ფეხბურთს უყურებენ და რაღაცა მძაფ სიუჟეტი ამ ფილმს. აი ესე დადგა და ამოვიდა ყვახის დიდი სცენარე და ამის ქვეშ ჭრდილში იჯდა და სანახაობას ელოდება და გადარჩა ნინევია. და გული დაწყდა რომ გადარჩა და ვერ ნახა საშინელება და უბედურება. და მე ადგა და ეს ღმერთმა ამის დასაჭრდილი სცენარე ეს ყვახისებური სცენარე გაახმო. და იონა ეძახის წინასწარმეტყველი რომ რა არის ღმერთო ერთი ჭრილი მქონდა და გამიხმეს ყვახი საყვედუროს. და ღმერთმა უთხრა შენო ერთი ყვახი დაგენანაო წარმოიდგინე მე ამ ხელა ქალაქი არ უნდა დამნანებოდაო. ამდენი ხალხის ჟლეტა არ უნდა დამნა. ანუ ეს ძველი აღთქმა ჩვენ როცა უყურებთ მართლაც საშინელებები ხდება ხომ ამ ძველ ღმერთის კურთხევით ადამიანები კვდებიან, მეორე ხალხი მესამეს ხოცავს, ჟლიტავს, ბავშვებიან, დედაბუდიან. და გონია რომ რაღაც ესეთი შეგრძნება გვაქვს რომ ის სხვა ღმერთია, ქრისტეს სხვა ღმერთია რაღაცა ამაში შეთანხმებულობა ძალიან რთულია რომ გაიგო თუ ესეც არის ნათქვამი წმინდა მამების თუ ძველი აღთქმის გაგება გინდა ახალ აღთქმას თუ ვერ წაიკითხავ ძველ აღთქმას ვერ გაიგებ იმიტომ რომ მძიმე მოსასმენია საყურებელია გასაგებია ის რაც ძველ აღთქმაში სისასტიკე ხდება მაგრამ არის ესეთი წიგნები როგორც იონა წინასწარმეტყველი აი საოცარი ახალი აღთქმისეული წიგნი რომელიც იმ ძველ დროს როცა ერთმანეთს ჭამდნენ ადამიანები ღმერთი ესეთ რამეს ამბობს ყვახი დაგენანა და მე ადამიანები არ უნდა დამნანებოდა. მოკლედ დღევანდელი დღე მართლაც მნიშვნელოვანია საკითხული სახარებიდან და ყოველთვის როცა ნაბის გადავდგავთ, გზაზე მივდივართ, დასკვნები უნდა გავაკეთოთ. ეს დასკვნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. გაანალიზება რა მოგივიდა დღეს არის თვალინდელი დღის გარკვეული ეტაპზე ასვლა. თუ არ გაანალიზებ რა მოგივიდა დღეს და ჩარჩები რომ რა კარგი ვარ, მაინც შენი თავის მარტლებაში ხარ, მაინც რა კარგი ვარ, მაინც ესეგა, მაინც მე ვარ, ხო? გასაკვირველია ხვალ წარმატება არ გექნება და ხვალინდელი დღე შეიძლება უფრო უარესი იყოს ვიდრე დღევანდელი. მე თქვა დაგლოცოთ და გაგახარეს.